1914-1918 წლებში პირველმა მსოფლიო ომმა მსოფლიო რუკა შესვალა. 1917 წლის 25 თებერვალს რუსეთში მოხდა ბოლშევიკური რევოლუცია. ცარისტული რუსეთის იმპერია დაემხო. ქვეყანაში საშინელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებისთანავე ამიერკავკასიაში უფლებამოსილება შეწყვიტა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნულმა სამხედრო ორგანომ ოზაკომმა. ამ პერიოდში კავკასიას, კონკრეტულად კი საქართველოს დიდი ზიანი მიადგა. რევოლუციის შემდეგ, როდესაც მოიშალა კავკასიის ფრონტი, ამით ისარგებლეს ოსმალებმა და კვლავ აიღეს რუსეთის იმპერიის მიერ დაკავებული ტერიტორიები. ოსმალეთი გამანადგურებელ საფრთხეს უქმნიდა ამიერკავკასიას. თურქეთთან მოსალაპარაკებლად 1918 წლის 22 აპრილს ქართული დელეგაციის დაჟინებული მოთხოვნით გამოცხადდა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა. შეიქმნა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაცია ქართველი მენშევიკების, სომეხი დაშნაკების და აზერბაიჯანელი მუსავატების მიერ. ამ პერიოდში, როცა მთელი სამყარო ცეცხლში იყო გახვეული, უაღრესად ფრთხილი და წინდახედული მოქმედება იყო საჭირო. თუმცა, ნოე ჟორდანიას აზრით, საქართველო ისევ რუსეთის ორბიტაში უნდა დარჩენილიყო. ოღონდ, არა საბჭოურ ბოლშევიკურის, არამედ დემოკრატიული რუსეთისა, რომლის დამფუძნებელ კრებას საქართველოსთვის ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომია უნდა დაეკანონებინა. ქართველი სოციალ-დემოკრატების ძალისხმევით ვიდრე საბჭოთა მთავრობა ამიერკავკასიაში თავის ძალაუფლებას გაავრცელებდა. ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა შექმნეს სამხარეო ხელისუფლების ორგანო, ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც რუსეთში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე იარსებებდა. ხაზი გაესვა იმას, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცხადდებოდა. ბოლშევიკების მიერ რუსეთის სათათბიროს დაშლის შემდეგ ამიერკავკასიის კომისარიატმა შეცვალა თავისი პოლიტიკური კურსი და 1918 წლის 10 თებერვალს მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი. თუმცა ამიერკავკასიას დამოუკიდებლობა მაინც არ გამოუცხადებია. 1918 წელს თურქეთმა მოითხოვა ბათუმის, ყარსისა და არტაგანის ოლქები. 11 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთის მოთხოვნა უარყო. 14 მარტს ქალაქ ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასია-თურქეთის მოლაპარაკება. ამიერკავკასიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა აკაკი ჩხენკელი. მოლაპარაკებები უშედეგოდ წარიმართა. მეტიც, თურქეთის არმიამ გადმოკვეთა ამიერკავკასიის საზღვრები და დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთი და მესხეთი. ასეთ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში 1918 წლის 22 აპრილს მოწვეული იქნა ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამიერკავკასიის სეიმმა იმავე სხდომაზე მოისმინა საზავო დელეგაციის მოხსენება და მიიღო დადგენილება საზავო მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ. ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ოსმალეთი სულ უფრო დაჟინებით მოითხოვდა ამიერკავკასიის დე-ფაქტო ხელისუფლებისგან, რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა და ეცნო ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები, ყარსის, არტაგანის და ბათუმის ოლქების ოსმალეთის ხელში გადასვლა. აქ უკვე საბჭოთა ხელისუფლების შარევა გახდა საჭირო. ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 1917 წლის 22 დეკემბრიდან 1918 წლის 2 მარტამდე. ხელი მოეწერა 1918 წლის 3 მარტს. როცა ჩვენს ქვეყანაში ასეთი რთული და დაძაბული სიტუაცია იყო, სხვა ქართველ პატრიოტებთან ერთად სტალინიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საკითხებში. განსაკუთრებით კი სტალინს ბათუმისა და ტაო-კლარჯეთის ბედი აღელვებდა. ზავის დადების მომენტში კავკასიის ფრონტის ჯარებს ერზრუმი არ ჰქონდათ დატოვებული. საბჭოთა რუსეთის საზავო კომისიის თავმჯდომარედ ტროცკი იყო დანიშნული, ხოლო ამ კომისიის კონსულტანტად ლენინმა მე მიმავლინა. როგორც ეროვნულ საქმეთა კომისარი, ამიერკავკასიის მთავრობებმა ჩვენს მიმართვაზე თავიანთი წარმომადგენლები გამოეგზავნათ და მონაწილეობა მიიღოთ საზავო მოლაპარაკებებში დუმილით გვიპასუხეს. კაცი არ გამოჩნდა. ამიერკავკასიის რესპუბლიკების სასაზღვრო ინტერესები რომ დაეცვა. ბრესტის ხელშეკრულება ვერ შედგებოდა თუ საომარი ურთიერთმდგომარეობა არ გამოიხატებოდა საზღვრების საკითხის შეთანხმებული და სამართლიანი გადაწყვეტით. ამ იურიდიული კაზუსის გამო ჩემს თავზე ავიღე ამიერკავკასიის ქვეყნების ინტერესების დაცვა. ამიერკავკასიის ქვეყნების საზღვართან თუ არ ვწდები ქაზიმ ბეიმ ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ისეთი პრეტენზიები წამოაყენა, რომ მათი უარყოფა არ გამჭირვებია. ყარსი და არტაგანი რა საკითხავია. ბათუმის თავიანთ საზღვრებში მიაყოლეს. მათი პროექტით ახალქალაქიდან კარძახზე უნდა გასულიყო საზღვარი და ასე შემდეგ. ქაზიმ ბეიმ გადასინჯვაზეც კი არ ისურვა მოლაპარაკება და დიპლომატიური მსჯელობის შეწყვეტითაც დამემუქრა. მაშინ მე ფრიად მრავალმნიშვნელოვნად განუცხადე. როგორც გენებოთ, მაგრამ საზღვრებზე საუბრის გაგრძელება იქნებ ერზრუმში მოგვიწიოს მეთქი და წამოვდექი. ახლა კი იკადრა უკან დახევა. მოითმინეთ, მე სულაც არ მინდა თქვენი მომდურება. რუსეთთან მხოლოდ კარგი დამოკიდებულებით ვარ დაინტერესებულიო და კარგა ხანს ოსმალური ლათიებით შემიქცია. მე მოკლედ ვთხარი, დამარცხებული ქვეყნისთვის სასერწყვილო როდია თუ თავისი ძველი საზღვრების შენარჩუნებას მოინდომებს მეთქი. თანახმავა რომ დამყვა ქაზიმ ბეი.
და მეც დასრულებულად მივიჩნია ჩემი მისია. მოსკოვში მოვემზადე წასასვლელად. გზაში უეცრად ტიფი შემეყარა. მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ მოვახერხე წამოდგომა. კომისარიატში ძლივს მივლას ლასტი, რადგან ლენინი ჩემთან ტელეფონით დალაპარაკებას მოითხოვდა. ლენინმა თავისთან გამომიძახა ახალი საზღვრების ხელშეკრულებათა გასაცნობად. მივედი და რას ხედავ. კაზიმბეის კომისიის თავმჯდომარისთვის საზღვრების დანაწილების პირველი ვარიანტისთვის მოუწერინებია ხელი. როგორც შემდეგ გაირკვა, კაზიმბეის ჩემი იქ არ ყოფნით უსარგებლიად და იმ მოსმალო გაქნილ დიპლომატს ლაზათიანად გაუცურებია ჩვენი თავმჯდომარე. Რაღაც ვიყონებდი. ლენინსაც უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი ხელშეკრულებაზე, როგორც სომხეთისთვის, ასევე საქართველოსთვის. ომის შემდეგ გადავკარე 1-2 სიტყვა და ზუსტად მივანიშნე ოსმალოებს. საზღვრის ამბავი არ დამოიწყებია მეთქი. მას შემდეგ რაც ოსმალეთის იმპერია 1918 წლის მარტ-აპრილში ამიერკავკასიის ფარგლებში შემოიჭრა და ზემოაღნიშნული ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ამიერკავკასიის ხელისუფლება იძულებული გახდა გარკვეულ დათმობებზე წასულიყო. 1918 წლის 22 აპრილს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკების ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის ხდომამ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარე, თუმცა ნოე ჟორდანიამ თავი შეიკავა. იმავე დღეს შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი ნიკოლოზ კარლო ჩხეიძის თავმჯდომარეობით. დავით ონიაშვილმა წაიკითხა მოხსენება ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, რომელსაც სეიმის უმრავლესობამ ხარი დაუჭირა. სეიმის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით გამოცხადდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა. იმავე ხდომამ ევგენი გეგეშკორის გადადგომა დაადასტურა და ახალი მთავრობის შედგენა აკაკი ჩხენკელს დაავალა. 26 აპრილს სეიმმა დაამტკიცა აკაკი ჩხენკელის მიერ შედგენილი ამიერკავკასიის რესპუბლიკის მთავრობა. მალევე 28 აპრილს ოსმალეთის მთავრობამ აღიარა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა. ეს მოვლენა რა თქმა უნდა არ დარჩა საბჭოთა კავშირის მოყვარე საზოგადოების ყურადღების მიღმა და აფხაზეთში მოხდა ბოლშევიკური ჯანყი. აჯანყებულები 42 დღის განმავლობაში აკონტროლებდნენ ამ მხარეს. ბოლშევიკურმა აჯანყებებმა იფეთქა აზერბაიჯანში, თუმცა მისი ჩახშობა მალევე მოხერხდა. ამის მიუხედავად თურქული მხარე მაინც აგრესიულად მოქმედებდა. ერთი სული ჰქონდა ამიერკავკასიის ეს უმდიდრესი რეგიონი, რამენაირად გადაეღლება. სომხეთმა ჯარი გაიყვანა ყარსიდან, ისე რომ მოწინააღმდეგე უბრძოლველად შევიდა ტერიტორიაზე. 11 მაისს დაიწყო ბათუმის სამშვიდობო კონფერენცია, თუმცა დაუიჩინა შიდა უთანხმოებამ. ქართული მხარისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აჯარის და კონკრეტულად ბათუმის შენარჩუნება, რადგან ბაქოს ნავთობი რკინიგზით სწორედ ბათუმიდან გადიოდა. რაც ამიერკავკასიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. ამიტომ ქართულ მხარეს აჯარა არაფრით არ უნდა დაეთმო. აზერბაიჯანული მხარე ოსმალეთის იმპერიაში მოძმე ერს ხედავდა, თუმცა სომხეთისთვის ყარსის დაკარგვა მათ განადგურებას უტოლდებოდა. მოლაპარაკებებზე ოსმალეთის მხარე ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმებაზე მეც მოითხოვდა. ისინი მოითხოვდნენ ერევნის გუბერნიის ტერიტორიების 1/3-ს. აჭარის, ახალქალაქის, ახალციხის და ქვემო ქართლის ტერიტორიებსაც კი. ამას გარდა, ამიერკავკასიის რკინიგზის სრულ კონტროლს, რაც წარმოუდგენელი იყო როგორც ქართული, ისე სომხური მხარისთვის. 15 აპრილს თურქეთმა ულტიმატუმი წაუყენა სომხურ მხარეს და ეტოვებინა ალექსანდროპოლი. სომხებმა შეასრულეს თურქების მოთხოვნა და დევნილი სომხები საქართველოს მოაწყდა. საქართველომ კი დახმარებისთვის ევროპას მიაშურა და გერმანულ მხარეს მიმართა. გერმანელმა გენერალმა ოტო ჰერმან ფონ როსოვმა აკაკი ჩხენკელს შემდეგი რამ განუცხადა, რომ ამიერკავკასია უნდა დაეშალა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა. ხოლო ამ შემთხვევაში დაეხმარებოდა გერმანია საქართველოს. ხოლო ამ შემთხვევაში შეძლებდა საქართველო გერმანიის მფარველობაში გადასვლას. ამ პერიოდში მიმდინარეობდა ომი როგორც სომხეთის, ისე საქართველოს ტერიტორიაზე. 21 მაისს თურქული მხარე არმავირს მიუახლოვდა. 22 მაისს პეტაკი აიღო და იქიდან გზა გაიხსნა ერევნამდე. სომხებმა და ქართველებმა მობილიზება შეძლეს. შედეგად 1918 წლის 28 მაისს სარდაპრატის ბრძოლაში, სადაც სომეხიარის ბედი წყდებოდა, თურქული ჯარი დამარცხდა და სომხეთის ტერიტორია დატოვა. ხოლო ქართველებმა ოსმალები მდინარე ჩოლოქთან დაამარცხეს. თურქულმა ჯარმა მძიმე დანაკარგებით ბათუმისკენ უკან დაიხია. საინტერესოა, რომ ოსმალეთის მესამე არმია ამიერკავკასიურმა დანაყოფებმა ბრძოლის უუნარო გახადეს, თუმცა ქართულმა მხარემ მაინც გერმანიის მფარველობაში გადასვლა ამჯობინა. 26 მაისს ქართული მხარის ინიციატივით ამიერკავკასიის ფედერაცია დაშლილად გამოცხადდა. ამის შედეგი კი ბევრად უფრო მწვავე აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ქართულ მხარესაც და სომხურსაც ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა მოუწია. ამასთან 1918 წლის 30 ოქტომბერს ოსმალეთის იმპერიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მუდროსის დროებითი ზავი გააფორმა. ეს იყო სამშვიდობო ხელშეკრულება ოსმალეთის იმპერიასა და ანტანტის ქვეყნებს შორის, რომელიც კუნძულ ლემნოსის პორტ მუდროსში გაფორმდა ინგლისური კრეიზერის აგამემნონის პორტზე. ზავის მიხედვით ოსმალეთის იმპერიას ჯარი უნდა დაეშალა. ხელშეკრულების პუნქტები კი ასეთი იყო.
დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები იხსნება და მოკავშირეთა გემებს ეძლევათ თავისუფლად მიმოსვლის საშუალება. დაუყოვნებლივ დაიშალოს ოსმალეთის შეიარაღებული ძალები. დაშვებულია მხოლოდ სასაზღვრო და შიდა წესრიგისთვის აუცილებელი ძალების არსებობა. დაუყოვნებლივ იქნას გამოყვანილი ოსმალეთის ჯარები კავკასიიდან და ირანიდან. ანდანტის წევრი ქვეყნები იღებენ სრულ კონტროლს ოსმალეთის რადიოზე, ტელეგრაფზე, რკინიგზაზე, პორტებზე, სამხედრო გარნიზონებზე. აუცილებლობის შემთხვევაში ანდანტის ქვეყნები იტოვებენ ოსმალეთის ამა თუ იმ პროვინციის ოკუპაციის უფლებას. საინტერესოა, რომ მაშინ ამიერკავკასიის მოსახლეობა 16,100,000 იყო, ხოლო ოსმალეთის 14 მილიონი. თანაც ოსმალეთის იმპერიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი კავკასიელი გახლდათ. ინგლისმა და საფრანგეთმა ჟორდანიას მთავრობას სამხედრო მოკავშირეობას შესთავაზა, თუმცა ჟორდანიას ხელისუფლებამ უარი განაცხადა. მიზეზი, როგორც თავში აღნიშნე, მომავალში რუსეთის ორბიტაში დაბრუნება გახლდათ. ოღონდ არა საბჭოურ ბოლშევიკურის, არამედ დემოკრატიული რუსეთისა. არადა ჩრდილოკავკასიელებთან მჭიდრო კავშირის შეკვრით და ამიერკავკასიის არ დაშლით, რამდენი რამე შეეძლო ჩვენს ქვეყანას. თუმცა არ უნდა გამოგვჩეს ინგლისისა და მისი მოკავშირეების კოლონიალისტური ამბიციები კავკასიაში. საქართველოს პედი ძალიან მწვავედ იყო. შიდა და გარე კონფლიქტებს ემატებოდა ისიც, რომ ერთა ლიგამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არ აღიარა. მიზეზი შემდეგი იყო. გეოპოლიტიკური ფაქტორები, კავკასიაში არასტაბილური სიტუაცია, რუსეთის სამოქალაქო ომი და საბჭოთა რუსეთის სარგანეწყენების პოლიტიკა, ლიგის წევრ სახელმწიფოებს, ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა, ძირითადად რუსეთის ფაქტორი აბრკოლებდა. მე-20 საუკუნის 10-ან წლებში საქართველოში უამრავი სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტი მოხდა. ყველაფერ ამ სიკეთეს კი დაემატა ისიც, რომ ინგლისმა 1918 წელს აჭარის ოკუპაცია მოახდინა და ჩვენი ქვეყნის ეს უმშვენიერესი და უმნიშვნელოვანესი მხარე მხოლოდ 1920 წელს გაათავისუფლა. 1918 წლის დეკემბერში ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა 5 ინგლისური გემი, 15 20,000 კაციანი ჯარით. მუდროსის ზავის თანახმად მათ დაიკავეს ბათუმი და მისი ოლქი, დააწესეს საოკუპაციო რეჟიმი. 1918 წლის 12 დეკემბერს ძონხები ლორესა და ახალციხეში შეიჭრნენ და უიარაღო ქართველი მესაზღვრეები დახოცეს. 20 დეკემბერს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით შეიკრიბა ქართული ჯარი და ტერიტორიები გაათავისუფლა. მეტიც, ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარი, რომელშიც ძირითადად მხოლოდ მოხალისეები იყვნენ, ეროვნამდე იყო მისული. სომხეთის ბედი საქართველოს ხელში გახლდათ. თუმცა, განწირულ სომხეთს მაშველად ინგლისი გამოუჩნდა. არბიტრის როლი დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისია მიგისრა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ომში გაიმარჯვა, პოლიტიკური შედეგებით იგი დამარცხებული აღმოჩნდა. ინგლისის შარევით საქართველოს ლორე დაათმობინეს და ნეიტრალურ ტერიტორიად გამოაცხადეს. ამას გარდა საქართველოში დაძაბული ვითარება იყო აფხაზეთში, ახალციხესა და ჰერეთში. თითქმის მთელი საქართველოს 60% ქაოსში იყო. 1919 წლის სამთებერვალს მაზნიაშვილი დაინიშნა ახალციხის და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორად და მესხეთის საამირო დაჯგუფების მეთაურად, აჯანყებული მუსლიმანური მოსახლეობის და ყარსის რესპუბლიკის ჯარების წინააღმდეგ სამოქმედოდ. 4 თებერვალს ბრძოლაში მეოთხე პოლკის დანაყოფებმა უწესრიგოდ დაიხიეს ახალციხისკენ და როდესაც მაზნიაშვილი მათ შეკავებას ცდილობდა, ახალციხის შტაბი და გარნიზონი თვითნებურად მოიხსნა და აწურისკენ წავიდა. 11 თებერვალს მოწინააღმდეგემ ახალციხე დაიკავა. 16 თებერვალს მაზნიაშვილი თბილისში გამოიწვიეს და მის ნაცვლად გიორგი კვინიტაძე დაინიშნა. 1919 წლის ზაფხულში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ახალციხის დატოვების ბრალდებით. იგი იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა სამხედრო სამსახური. საქმის წარმოება გაჭიანურდა და 1920 წლის 6 ოქტომბერს შედგა საბოლოო სხდომა, სადაც მაზნიაშვილი გაამართლეს ყველა პუნქტში. ბრიტანული მმართველობის პერიოდში კი ბათუმში ისეთი სიტუაცია იყო, როგორც დიდი ბრიტანეთის სხვა კოლონიებში. ინგლისელებმა აჭარიდან დიდი რაოდენობით ოქრო და ძვირფასეულობა გაიტანეს. ისინი არც სასოფლო სამეურნეო პროდუქციისა და ხელოვნების ნიმუშების გატანას არ ერიდებოდნენ. 1919 წელს ინგლისურმა ფირმებმა აჭარიდან გაიტანეს 328,000 ტონა ნავთობპროდუქტი, რომელიც სიმბოლურ ფასად ჰქონდათ შეძენილი. ან საერთოდ თვითონ ეუბნებოდნენ გასაყიდფას. ინგლისელი სამხედროები ბათუმში თავს ისე გრძნობდნენ, როგორც კურორტზე. სწორედ მათი აქტიური თაოსნობით იხსნებოდა ქალაქში უამრავი კაბარე, კაზინო და რესტორანი, რომლებშიც ისინი დროს ატარებდნენ. როგორც ყოველთვის ბევრ ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდნენ და მთელი ქალაქი მოსამსახურე პერსონალად ჰყავდათ გადაქცეული. ბათუმის ოკუპაციის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ იყო მიღებული 1918 წლის 13 ნოემბერს. ბათუმი ბრიტანული ფლოტის ბაზირების სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენდა სხვა ფრონტებზე საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად. 1920 წლის 10 ივნისს დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხდომაზე დაადგინეს გაეუქმებინათ ბათუმის ოკუპაცია და ოლქი გადაეცათ საქართველოსთვის. 1920 წლის 28 ივნისს ხელმოწერილი საქართველოს დიდი ბრიტანეთის შეთანხმებით ინგლისის მთავრობის მიერ ოლქის პორტისა და ქალაქ ბათუმის საქართველოს მთავრობისთვის
გადაცემის შემდეგ საქართველოს მთავრობა გარანტიას იძლეოდა, რომ უზრუნველყოფდა დამოუკიდებელი რესპუბლიკების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტვირთების თავისუფალ ტრანზიტს ბათუმის პორტებში და პორტებიდან საქართველოს რკინიგზებით ასევე ვალდებულებას იღებდა, რომ აღნიშნულ რესპუბლიკებს ბათუმის პორტით თავისუფალი სარგებლობის უფლებას მისცემდა. შეთანხმებას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ევგენი გეგეჭკორმა და ნოე რამიშვილმა, ხოლო დიდი ბრიტანეთის მხრიდან საოკუპაციო ჯარების წარმომადგენელმა, პოდპოლკოვნიკმა უილიამ სტოქსმა. 1920 წლის ივლისის დასაწყისში აჭარას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მართავდა, თუმცა ძალაუფლება დიდხანს ვერ შეინარჩუნეს. ბათუმში თურქული ჯარები შევიდნენ, თუმცა მათი ოკუპაცია ხანმოკლე აღმოჩნდა. 1921 წელს კემალისტურმა თურქეთმა საქართველოს ართვინისა და არტაანის გადაცემა მოსთხოვა ულტიმატუმის სახით. ჟორდანიას მთავრობამ ეს ულტიმატუმი არ მიიღო, თუმცა აღნიშნული ქალაქები დაცალა, რადგან თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეეძლო. თურქულმა ჯარებმა 23 თებერვალს აღნიშნული ქალაქები დაიკავა, რაც ქართულმა მთავრობამ იურიდიულად არცნო. ამის შემდეგ თითქოს თურქული მხარის პრეტენზიები ამოიწურა და მათ საქართველოს დახმარება შესთავაზეს. 11 მარტს ბათუმში შევიდნენ და დაიკავეს. მათი მიზანი ბათუმის ანექსია იყო და არა საქართველოს დახმარება. წილერიცხოვანი ქართული შენაერთები ბათუმის ოლქისა და საჯავახოს ხაზზე იყო განლაგებული. 17 მარტს ბათუმში მყოფ თურქულ ნაწილებზე დაყრდნობით კაზიმბეიმ თავი ბათუმის ოლქის გუბერნატორად გამოაცხადა. თურქულმა ნაწილებმა დაიკავეს ყაზარები, პოსტა ტელეგრაფიის, მილიციის და სხვა შენობები. 1921 წლის 16 მარტს თურქეთმა აჭარის მიერთება გამოაცხადა, მაგრამ იმავე დღეს მოსკოვში უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესახებაც სტალინმა კავკასიაში მყოფ სერგო ორჯონიკიძეს აცნობა. შეთანხმების შედეგად ბათუმის საქართველოს რჩება შეეცადე, რომ ძლიერი დარტყმებით თურქები ბათუმიდან გაყარო. შემდეგ კი გამოაცხადე, ეს გაუგებრობით მოხდაო. პარალელურად მაზნიაშვილმა სწრაფად ჩამოაყალიბა შტაბი და ბათუმიდან გურიაში გაგზავნა ცარიელი ვაგონები წითელი არმიის ჩამოსაყვანად. ღამის 4 საათზე მაზნიაშვილი და ჟღენტი მივიდნენ ქავთარაძესთან, რომელსაც მოახსენეს გეგმის შესახებ. დრომეთში, დღის პირველ ნახევარში, ოფიცრებთან ერთად ნაპირზე გადმოვიდა გიორგი კვინიტაძე, რათა გაერკვია რა ხდებოდა ქალაქში. დილის 6 საათზე ქალაქის ყველა ქუჩაში იყო გამაგრული ბრძანება მაზნიაშვილის სარდლად და გენერალ-გუბერნატორად დანიშვნის შესახებ. მაზნიაშვილმა ულტიმატუმი წაუყენა ოსმალოებს 1 საათის განმავლობაში დაეტოვებინათ ბათუმის ოლქი. წინააღმდეგ შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებდა. კაზიმბეიმ ულტიმატუმს არ უპასუხა. 7 საათზე გაიცა ბარცხანას ფრონტის და ყაზარმების დაკავების ბრძანება. ქართულმა დანაყოფებმა დაიკავეს ნავთსადგომი და ორი მხრიდან შეუტიეს საბარგო სადგურს, რომლის უკან ბარცხანას ფრონტი იყო. 16 საათამდე პორტებთან ბრძოლა არ შეწყვეტილა. ამ დროს ჩაქვის მხრიდან შემოვიდა ეშელონი. ოსმალოები გამოვიდნენ პორტიდან. გააჩერეს ეშელონი და ჯარისკაცების განიარაღება დაიწყეს, რადგან ქართველები ეგონათ. არადა ეს ეშელონი წითელი არმიის ის პირველი ეშელონი იყო, რომელიც სტალინის ინიციატივით და მაზნიაშვილის ბრძანებით გამოატარეს გურიიდან. შექმნილი არეულობით და პაუზით ისარგებლეს ქართულმა რაზმებმა და პორტს მიუახლოვდნენ, რომლის ალაყაფი ღია იყო. სადგურის ბაქაუზის უკან იდგა ცხენოსანი რაზმი, ფრიდონ წულუგიძის მეთაურობით. ფრიდონი გამოიჭრა საფრიდან, ცხენით გადაევლო შლაგბაუნს და ხმლით ხელში დაერია ოსმალებს. მას ცხენოსანი და ქვეითები მიხვნენ. ნახევარი საათის შემდეგ კი ბარცხანის გარნიზონი განადგურებულ იქნა. ტყვეთ ჩავარდა 218 ასკერი, რომლებიც შტაბში მოიყვანეს. 19 მარტს ღამით ბრძოლები არ მიმდინარეობდა. დილიდან ოსმალებმა შეუტიეს კახაბრის ფრონტს, მაგრამ მაიორ ქარუმაძის ბატარეა ზუსტად უშენდა და არ აძლევდა წინსვლის საშუალებას, თუმცა დიდი დანაკარგების ფასად. ბატარეაში დაიღუპა და დაიჭრა თითქმის ყველა მემიზნე და მოსამსახურე პერსონალი. ქვემეხის გათვლებთან ოფიცრები იდგნენ. მაზნიაშვილმა მილიციის უფროსის დახმარებით სწრაფად შეკრიბა არტილერიაში ოდესღაც მომსახურე 20 მოხალისე და მიახმარა ქარუმაძეს. ერმა გამოცდილი და მაღალი ჩინის ორი ოფიცერი დაკარგა. ვერ გაუძლო ბრძოლას და დიდი დანაკარგებით დაიფანტა. საღამოსკენ ბათუმის მიდამოები პრაქტიკულად თავისუფალი იყო. 20 მარტს დილის 9 საათზე მაზნიაშვილთან გამოცხადდა კაზიმბეის მდივანი, რომელმაც აცნობა, რომ ოსმალები მზად იყვნენ ქალაქიდან გასასვლელად. ოღონდ ერთი დღის საკმარის პურს ითხოვდნენ, რადგან მესამე დღეა არაფერი ეჯამათ. მაზნიაშვილმა მიიღო პირობები და დაცვის თანხლებით გაუშვა თურქები ბათუმიდან. 12 საათზე ქალაქი მთლიანად დაიცალა ოსმალებისგან. ბრძოლა დასრულდა. ქართველებმა დაკარგეს 84 მებრძოლი, ოსმალებმა კი 200-ზე მეტი. მაგრამ თურქები დანებებას არ აპირებდნენ. 1922 წლის 9 ნოემბერს სტალინი ასეთ დეპეშას უგზავნის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივან სერგო ორჯონიკიძეს.
როგორც ანკარიდან მიღებული ცნობებით ირკვევა, თურქები აჭარაში პლებისციტის ჩატარების მოსათხოვად ემზადებიან და ქართულ და თურქულ აჭარას ერთ ავტონომიად აერთიანებენ. თურქებს ალბათ საფრანგეთი და ინგლისი დაუჭერს მხარს. თუ თურქები საიდუმლოდ ხმებს მოაგროვებენ და ეფექტს მიაღწევენ, დიდი სკანდალი მოხდება. ისე ჩანს, რომ აჭარის საბჭოთა ორგანოები და მოსახლეობის ნაწილი მხარს თურქებს უჭერს. აუცილებელია და უყონებლივ იქნას მიღებული ზომები და აჭარა პროთურქული პროვოკატორებისგან გაიწმინდოს, ხოლო ადგილობრივი საბჭოთა ორგანოები პანისლამისტებისგან. საბოლოოდ, სტალინის აქტიური ჩართულობით აჭარა საქართველოს დაუბრუნდა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არასრული 3 წელი იარსება 1918-21 წლებში და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საქართველოს გასაბჭოებამდე ნოე ჟორდანიამ უცხოეთში გასატანად მოამზადა ეროვნული საგანძური, რომელიც განთავსდა 259 ყუთში. საგანძურის სრული აღწერილობა 2 წელად მომზადდა. საქართველოში არსებული სია გამოქვეყნდა 1931 წლის 22 თებერვალს გაზეთ კომუნისტში. მის მეთვალყურედ კი დაინიშნა ექვთიმე თაღაიშვილი. საგანძური 20-21 თებერვალს ღამეს გავიდა თბილისის რკინიგზის სადგურიდან. ქუთაისში დაემატა ექსპონატები, მათ შორის გელათის მონასტრიდან. საგანძური სამმარცხს ჩავიდა ბათუმში. კავკასიაში საფრანგეთის კომისრის აბელ შევალიეს დახმარებით საგანძური ვაგონებიდან გადაიტანეს ფრანგულ კრეისერ ერნესტ რენანზე და 11 მარტს სტამბოლისკენ გააგზავნეს. სტამბოლში საგანძური ძველ ფრანგულ სამხედრო სატრანსპორტო გემ ბენ ჰოაზე გადაიტანეს. 1921 წლის 10 აპრილს საფრანგეთში მარსელის ნავსადგურში ეროვნული საგანძური ჩამოტვირთეს და მარსელის ბანკში დააბინავეს. მოგვიანებით იოსებ სტალინის განკარგულებით და ლავრენტი ბერიას ჩართულობით ექვთიმე თაღაიშვილმა ეროვნული საგანძურის მხოლოდ ნაწილის დაბრუნება მოახერხა. საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკების კავშირში გაწევრიანებამ გარდამტეხი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ქართველთა დიდი ნაწილი ზარზე იმითა და სიხარულით დახვდა ამ ამბავს. იოსებ გრიშაშვილმა კი შემდეგი ლექსი მიუძღვნა. ყველას თვალი უციმციმებს, ყველას თვალი არის ღია. 25 თებერვალი სიხარულის თარიღია. დღეს ჩემთვის გათენდა უსაყვარელესი დღე. დღე როდესაც ჩემს მერთან ერთად მივდივარ მუშულ გრაფოს წითელ არმიაში. დღე როდესაც მივდივარ ისეთ არმიაში, სადაც ჩვენი წასვლა სასიხარულოა. სიტყვას ვიძლევი მტკიცედ შევისწავლო სამხედრო ტექნიკა. სიტყვას ვიძლევი დავიცვა საბჭოთა კავშირის საზღვრები. გაუმარჯოს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახალხო კომისარს ამხანაგ ვარაშილოს. გაუმარჯოს ჩვენს ბელად, ჩვენს იმერთა და ნუგეს, ჩვენს დიდ სტალინს. წლის 25 თებერვლის გასაბჭოების პერიოდს ცნობილი ქართული მწერლის ეკატერინე გაბაშვილის უფროსი ვაჟი რევაზ გაბაშვილი, რომელიც თვითონ იყო 1921 წლის თებერვლის მოვლენების მონაწილე, ასეთნაირად აღწერს.
სოციალიზმსა და რევოლუციაზე შეშლილი საქართველოს მეთაურობა სრულიად უგულვებელყოფდა ეროვნულ საკითხებს და ძალად იახდენდა. იწვევდა რევოლუციას, როცა არავინ წინააღმდეგობას არ უწევდა ამ რევოლუციას. სულღია გარში იჭრებოდნენ, რამდენადაც ეს შეეხებოდა სოციალურ საკითხებს და მათი რევოლუციური ენერგია შინ და გარეთაც იხარჯებოდა ეროვნულ სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების წინააღმდეგ და ასეთი დამანგრეველი ძარცველი სულისკვეთება შერჩათ. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც ბოლომდე ასეთები იყვნენ. რევოლუციური კი არა ჩვენ და სამარცხვინოთ უნდა ითქვას, ყაჩაღურ რევოლუციური ფსიქოზი არასდროს განელებიათ. სად დაიმალება ისეთი მაგალითები, როგორც ტრაპიზონისა და საერთოდ დიდი ომის, რუსოს-მოლოს ფრონტებიდან ნაცარჩვია ურაცხელი ქონება, სამხედროც და სხვაც, რომელიც საქართველოს ბიუჯეტად ეყოფოდა. მე თუ ძარცვას ვეძახი, სწორედ იმიტომ, რომ სოციალისტურმა პარტიებმა და კერძო პირებმა დაირიგეს, სახელმწიფოს კი არ გადასცეს. მათი კოოპერატივები და კერძო ვაჭრები ყიდიდნენ და მდიდრდებოდნენ ჩამოტანილი შაქრით, ფქვილით, რძის კონსერვებითა და 1000 სხვა რამ სანოვაგითა და საქონლით. ძალიან შესამჩნევი ძარცვა ყაჩაღობა ხდებოდა. ეგრეთ წოდებული ზემგორის უთვალავი ქონება, კარაუნაგირ ლურსმიდან დაწყებული, ფართეულ ფქვილ კონსერვებით გათავებული. ისე საიდუმლოდ ქრებოდა, ზურგით, ცხენით, ურმით, ვაგონებით წაღებული, რომ 2 თვის შემდეგ სადგურიდან მუშტაიდამდე თებად დაყენებული მდიდარი საწყობები უდაბნოს მოგაგონებდათ. თბილისის სამხედრო საწყობებში დაუშრეტელი 9 მილიონზე მეტი ჯარის ამუნიცია იყო და ეს ისედაც არიელდა, რომ შემთხვევით გადარჩენილიდან, ანუ ვერ მიგნებულიდან 1921 წლის ომის შემდეგაც ბოლშევიკებს დარჩათ 17000 ახალი თოფი. ქუთაისში 300 ხელუხლებელი ტყუის მფრქვეველი და ჟორდანიას მთავრობამ ყურები გამოუჭედა ქვეყანას. იარაღი არ აქვს და ჯარი როგორ უნდა შეგვექმნა, ან რითი შეგვეიარაღებინაო. რევაზ გაბაშვილმა რთული და ქარტეხილებით სავსე ცხოვრება გამოიარა. დაწყებული რევოლუციიდან დამთავრებული საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვითა და ემიგრაციით დამთავრებული სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. ეს იყო რევაზ გაბაშვილის დევიზი სიცოცხლის ბოლო წუთამდე. მან 1959 წელს მიუნხენში გამოაქვეყნა მოგონებათა კრებული, რაც მახსოვს. რევაზ გაბაშვილმა თავისი წიგნებით ბევრს დაუფრთხო ძილი, ბევრი კი სიზმრიდან გამოიყვანა. გაბაშვილის ჩანაწერებზე დაყრდნობით ასეთი განწყობით და ასეთი სულისკვეთებით ცხადია, ჩვენი ქვეყანა ვერასდროს შეინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. მეტიც, ნებისმიერი მეზობელი გასრეს და მე ვამტკიცებ, განაგრძობს რევაზ გაბაშვილი. ჟორდანია არ იყო სახელმწიფო კაცი. მას ეგონა, რომ სახელმწიფოს შექმნა, შენახვა და დაცვა შეიძლება ცარიელი სიტყვებითაც, ნაცარქექიული მოგვარახჭინებით და მეორეც, ნოე ჟორდანიას თავისი საკუთარი ჯარისა ყოველთვის უფრო მეტად ეშინოდა ვიდრე მტრისა. რევაზ გაბაშვილი 1921 წლის ომის მონაწილე და თვითმხილველია. ის ზუსტად გადმოსცემს იმ მოვლენებს, რომელიც იმხანად თბილისის შემოგარენში განვითარდა. ტაბახმელას ფრონტზე. მივედი ფრონტზე. ბრტყელბექოზე იდგა 4 პატარა სამთო ზარბაზანი და ხატულივით ლამაზი ვაჟკაცი ოფიცერი. ჭრტილელი ბრძანებლობდა ამ ბატარეას. არც კი მოუხადია ჩემსკენ, როცა ზოგიერთმა მისმენაცნობმა ხელქვეითმა სალამი მომცა. ამ დროს ხევის გადაღმა მარჯვენა მხარეს გორაზეთ გამოჩნდა მწყობრად მომავალი ნაწილი. აცნობეს და მაშინათვე გაჩნდა აკაკი ჩხეიძე. გაიხედა დურბინში და უბრძანა. გახსენით ცეცხლი. გამიკვირდა 2 რამ. ჯერ ერთი მხოლოდ 3 ზარბაზანი ისროდა და მეოთხე პირდაღებული იდგა ჩუმად. მეორე ვის ესვრიან, იქნება ჩვენები არიან. რომ კითხე ჩემს ყოფილ მასწავლებელს მიპასუხა. ამ 3 ზარბაზნისთვისაც ძლივს ყოფნის ხუმბარები. ზედმეტი ხალხი რისთვის მოვასდინოთ, აქ დგომითაო. და რაც შეეხება სროლას, აქეთ რა უნდათ რომ მოდიან. ასეთი ბრძანება შტაბს არ გაუწია და თვითონ გამოარკვიონ. ტრები არიან თუ მოყვარენიო. უკვე ვინძდებოდა და წამოსვლისას მითხრა. ხომ ხედავთ რა მდგომარეობაა? უთხარით თბილისში ხუმბარები მოგვაწოდონ. რამდენი ხანია ვეხვეწებით? გვირდებიან და არც სადასჭანს. მესამე დღეა ახალგაზრდებს ამ სიცივეში წესიერი საჭმელი არ უნახავთო. იმ საღამოსვე წერილობითი პატაკი წავიღეთ თბილისის შტაბში, სადაც მხოლოდ თევზაძე დამხვდა. სიტყვიერად აუხსენი მდგომარეობა და მხრები აიწია. რა ვქნათ, ხალხი არ აყვავს, მაგრამ ხვალვე ვეცდები, 1 კამიონი ყუმბარა და 1 კამიონი საჭმელი გაუგზავნო მაინცო. მეორე დღეს როცა ტაბახმელაზე უკვე 3 ავედით, მე გიორგი ამირაჯიბი და საშა ჩხეიძე, სამივენი შტატსკი, თოფიანები. მოგვიხდა უპატრონო დაჭრილი და დაუჭრელი ტყვეების მოგროვება. თბილისში წამოსაყვანად, რისთვისაც გზაში დავიჭირეთ თბილისიდან მომავალი მანგლისელი რუსის სარიელი დროგი. 6 დაჭრილი და 1 დაუჭრელი ტყვე დავალაგეთ დროგზე. ერთ მოკლულ ქართველ ოფიცერთან ერთად. მე გავბრუნდი ფრონტზე. გზად ერთმა დახურულმა კამიონმა გაგვიარა. გულში ვიფიქრე, ყოჩახ თევზაძე, მაინც მოგიხერხებია რაღაც, მაგრამ შტაბში რომ მივედი შემომჩივლეს. ყუმბარებისა და საჭმლის მაგიერ შესდომით 1 კამიონი ძველი შინებით მოგვივიდაო და საწყალი გაყინული იუნკერებიც ისევ ცივი ჭადით ილოღნებოდნენ. რევაზ გაბაშვილი, დაბრუნება, ტომი მესამე, გვერდი 323.
დავინახე გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. აჩქარებით გამოსული ზემოაღნიშნული შტაბის შენობიდან რაღაც დაკეცილი ქაღალდის ნაგლეჯის ქნევით აერში. აბაჩქარა, ერთი ცხენი მიშოვეთ. შიკრიკი უნდა გაიგზავნოს შავნაბადაზე. შეიქნა რაღაც ჩოჩქოლი. სადა გყავთ ცხენები? აგერ ცხენები? ეგ გვარდიისაა, ჯარს არ ეკუთვნის და სხვა? ჩემი თვალით ხედავდი 10 მშვენიერ ცხენს დაბმულს შორი ახლოს ფარდულში. ფუნთრუშით ქერსა და თივას რომ სჭამდნენ, მაგრამ მტკვრის გადაღმა და გადმოღმა ფრონტის სარდალს, გენერალ მაზნიაშვილს არა მხოლოდ შიკრიკისთვის, თავისთვისაც არ ჰყავდა ცხენი. გაიმართა ხვეწნა ჭიდილი ვაჭრობა, ფრონტის უფროსსა და გვარდიის წარმომადგენელს შუა და ბოლოს რისვაი ვაგლახით კომპრომისით გათავდა. გვარდიელის ცხენზე შესხდნენ ორნი, ერთი გვარდიელი და ერთი ჯარისკაცი, შიკრიკი მაზნიაშვილისა. შემდეგ საჯავახოს ხიდთან ბროდება მთელი ჩვენი ჯარი და გვარდია. დიდი გადამწყვეტი ბრძოლა იქ მოხდება. მართლაც, მოსჩანდა აქა-იქიდან მომავალი ნაწილები. შემდგომ გაირკვა, რომ მაზნიაშვილის თაოსნობით 13,000 მეომარი შეიკრიბა. ეს კი არ მომხდარა მთელი ომიანობის პერიოდში. ურდაცქვეტილნი ველოდით ბათუმში საჯავახოს ბრძოლის ამბავს, მაგრამ ელვასავით ხმა გავარდა. ზარბაზნების ჭექა ქუხილის მაგიერ. თავრობამ ზავი ჩამოაგდო ბოლშევიკებთან. ჩვენი ჯარი გადადის მათ განკარგულებაშიო. ჟორდანიამ ხომ თავისი უმწეობა მხედრობას, მინისტრებს, ოპოზიციასაც კი დააბრალა. და ახლა სხვები ნახეთ. ნოერამიშვილი იმეორებდა ბათუმში, სტამბოლში და პარიზშიაც. თავრობამ ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის, მაგრამ ხალხმა არ ივარგაო. ვალიკო ჯუღელმა ხომ არაერთხელ წარმოთქვა სიბრძნე. ჩვენ ვიცოდით, რომ დავმარცხდებოდით, მაგრამ წინააღმდეგობის გაუწევლად და უპროტესტოდ ხომ არ დავნებდებოდითო. რა დაღირს თუნდაც ბატონ კოცია გვარჯილაძის გამოსვლა. ჯერ კიდევ ეროვნულ საბჭოში, დორბლით პირზე. დავადაზნაურობა სულ უნდა ამოიჟლიტოსო. ანვალიკო ჯუღელის მინაწერი პარიზიდან თბილისში. სხვას თუ ვერაფერს მივახციეთ. დავადაზნაურობა ხომ გავანადგურეთო. სხვადასხვა სახელწოდებისა და ფასონის ძარცვა გლეჯაზე ხომ გაჩერებაც არ აღერს, რადგან შეუჩერებელი იყო და დამთავრდა საეკლესიო, სამუზეუმო თუ სახელმწიფო თუ კერძო ქონების გატაცებით. სტამბულსა და პარიზში გასაბაზრებლად. რევაზ გაბაშვილი, დაბრუნება. ტომი მესამე, გვერდი 354. საინტერესოა, რატომ შეიკავა საბჭოთა ხელისუფლებამ ან თუნდაც სტალინმა თავი ბოლომდე ემხილებინა ჟორდანიას ხელისუფლების აღნიშნული ქმედებები. დაუზუსტებელი, ყურმოყრული ამბავია, თუმცა ძალიან საინტერესო. კავკასიისა და კერძოდ საქართველოს დაპყრობის გეგმას ბოლშევიკური რუსეთი რეგულარულად ამუშავებდა და სხვებთან ერთად, რა თქმა უნდა, საქმის ყურში სტალინიც იყო. 1920 წლის შემოდგომაზე სტალინი კონფიდენციალურად შეხვდა ნოე ჟორდანიას. გააცნო მას საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალური სურათი და შესთავაზა და უყონებლივ მიიღო გადაწყვეტილება. თვითონ სტალინი დაინიშნოს შეიარაღებული ძალების მეთაურად. როდესაც საქართველოს გაუჭირდა, სტალინმა გვერდზე გადადო ყოველგვარი ცხენა მენშევიკების მიმართ და საჭიროდ ჩათვალა სამშობლოს სამსხვერპლოზე თავი დაედო. ნოე ჟორდანიამ კი, რომელიც საკუთარ სავარძელს იყო ჩაბღაუჯებული, შიშჩამდგარი თვალებით დაიჭვებულმა შეხედა სტალინს და წარმოიდგინა, რომ სტალინი შეიარაღებულ ძალებთან ერთად მას სავარძელში დიდხანს არ დატოვებდა და პასუხად უთხრა. მარტო მე ამ საკითხს ვერ გადავწყვეტ. პარლამენტს უნდა შევეკითხოთ და საერთო აზრი შევიმუშაოთ. გაცეცხლებულმა სტალინმა ერთი კი შეხედა მთავრობის თავმჯდომარეს და კბილებიდან გამოსრა. ბეზელნიკ. შემდეგ კარი გაიჯახუნა და გაუჩინარდა. რა მოხდებოდა სტალინი რომ დანიშნულიყო საქართველოს ჯარების მთავარსარდლად? ალბათ სტალინის ხელში ქართული ჯარი გადაიქცეოდა ლომების პრაიდად და მისი შეჩერება უკვე შეუძლებელი გახდებოდა. ზურაბავალიშვილი თავის წიგნში საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლები საერთაშორისო პოლიტიკაში წერს. როდესაც საქართველოს საბჭოთა რუსეთთან შეტაკებამდე მიიყვანეს, რუსეთის არც თუ დიდი ძალისთვის თითქმის არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ყველაფერი გაკეთდა საიმისოთ, რომ შეტევაზე წამოსულ წითელ არმიას შეიარაღებული ხალხი კი არ დახვედროდა, არამედ პარტიული ბელადების ჯგუფი, სახელმწიფო ხელისუფლების ექსპლუატაციის მონაწილე ფართო თანასაზოგადოება და მათთან ერთად ერთგული მიურიდების მცირე რაზმი. მთელი ეს ასაბია სულიულად გადაისროლეს შავ ზღვაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში წავიდა და საქართველოს გასაბჭოება იურიდიულად არცნო. აღნიშნული ჩანაწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამარჯვების ყოველგვარ პერსპექტივას მოკლებულია. ახალგაზრდები სასაკლაოზე გაიყვანეს და ჩახოცეს. განსაკუთრებულია წარმოშობით რუსი გენერლის გიორგი მაზნიაშვილის მაზნევის ხვაწლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც ბევრ ქართველზე მეტი გააკეთა და იბრძოლა. ჟორდანიას მხარდაჭერაზე წამოწოლილი 7 ძილით ეძინა, როცა საბჭოთა არმია საქართველოში შემოდიოდა. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. გიორგი მაზნიაშვილის ჩანაწერებზე დაყრდნობით.
დეკემბერში თუ იანვრის დასაწყისში, როცა მთავრობა დღე-ღამეზე ელოდა წითელ არმიელთა თავდასხმას, ამ კომისიამ სხდომაზე მოიწვია გენერლები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი, სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ გრიგოლ ლორდ-ქიფანიძემ, რომელიც სამხედრო კომისიის თავმჯდომარეც იყო, კრებას წარუდგინა დასამტკიცებლად გვარდიის მთავარი შტაბის მოთხოვნილება, რომ დათხოვნილ იქნა სულ დაშოებულებაში ყველა ჯარისკაცი, რომელმაც იმსახურა ჯარში 2 წელიწადი და მეტი. გენერალმა ოდიშელიძემ და მის შემდეგ გენერალმა გედევანიშვილმა მოახსენა კრებას, რომ თუ ეს ჯარისკაცნი დათხოვნილი იქნებიან, ჯარი დარჩება უნტერ-ოფიცრებად, რაც ძალიან დაწევს ჯარის ბრძოლის უნარს. და რადგან ომი მოსალოდნელი იყო, ამიტომ სამხედრო მინისტრის ორივე ამხანაგმა უარყვეს გვარდიის წინადადება, მაგრამ მთავრობამ პირადად რამიშვილმა მხარი დაუჭირა გვარდიის მთავარი შტაბის წინადადებას და ამგვარად გამოცხადდა ბრძანება ძველ გამოცდილ მცოდნე ჯარისკაცთა დათხოვნის შესახებ, მაგრამ არც ეს ქმარა. 1921 წლის იანვრის დასაწყისში ბაქოდან ჩამოვიდა ჩვენი წარმომადგენელი ბაქო ხუნდაძე, რომელმაც მთავრობას მოხსენება წარუდგინა და დაადასტურა, რომ ბაქოში დამთავრდა მე-11 არმიის შედგენა, რომლის მიზანი საქართველოს მიმართ ოპერაციების დაწყებაა, მაგრამ არც ამ განცხადება მიქონია გავლენა მთავრობაზე. გიორგი მაზნიაშვილი, მოგონებანი, გვერდი 150, 154. კვლავ დაუბრუნდეთ რევაზ გაბაშვილის ჩანაწერებს. როცა უკვე ვიცოდით შავი და კასპიის ზღვაზეც რუსის ჯარის მოგროვება და რეალის ყელთანაც სომხეთშიაც, ჰეკარის პლანზეც 1920 წლის ქრისტეშობის თვეში მომზადებისა და ქუცზე კაცის დაძახების მაგიერ ჩვენ მოვახდინეთ დემობილიზაცია ჯარის კადრებისა. ეს მაშინათვე გასაშტერებელი უტვინობა შემდეგ პარიზში ბატონმა დავით შარაშენიძემ თავის წიგნში არა მარტო დაადასტურა, არამედ ახსნაც გამოუნახა. უნდა გვეჩვენებინა ბოლშევიკებისთვის, რომ ომი არ აქვს წადიანო. ერთი სიტყვით, ამ მოვლენებსა და ჩანაწერებზე დაყრდნობით ჯორდანიას ხელისუფლებამ კარგი სპექტაკლი შემოგთავაზა. თბილისის უბრძოლველად დატოვებას ნოე ჟორდანიამ თავისივე ხელით დანიშნულ გენერალ გიორგი კვინიტაძეს აბრალებს, კვინიტაძე კი ჟორდანიას. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ქართულ წითელ ჯარში მსახურობდა და დივიზიას მეთაურობდა. მალე დივიზია შტატების შემცირების გამო დაიშალა და მაზნიაშვილი დაინიშნა ქვეითი ჯარის ინსპექტორად. 1921 წლის 6 სექტემბერს იგი 2 წლით თბილისში, მეტეხის ციხეში დააპატიმრეს კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით. 1923 წელს სამხედრო ცენტრის საქმესთან დაკავშირებით თავდაპირველად დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა სასჯელი საზღვარგარეთ გადასახლებით შეუწვალეს, რის შემდეგაც იგი 2 წლის განმავლობაში ირანსა და საფრანგეთში ცხოვრობდა. 1924 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებული მთავრობის მივლინებით ჩავიდა თურქეთში და ემიგრირებულ ქართველებს ეხმარებოდა. საინტერესოა და ცალკე საკითხია, რომ არა საბჭოთა კავშირი რა ბედი ეწეოდა ჩვენს ქვეყანას. ამ პერიოდში ჩვენი ქვეყანა საქართველოს მოგახსენეთ, როგორ რთულ მდგომარეობაში გახლდათ. ასეთ რთულ ვითარებაში კი საქართველოს გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა, რადგან ქართველთა დიდი ნაწილი პროსაბჭოურ იდეოლოგიაზე იყო მოქცეული. ამიტომ საბჭოთა ქვეყნების კავშირისგან დახმარების აუცილებლობა დგებოდა. კლასობრივ თანამოძმეთადმი ძმური დახმარება. მას შემდეგ რაც სტალინი საბჭოთა ხელისუფლებაში უპირობო ლიდერი გახდა, აქტიურად დაიწყო მუშაობა, რათა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საბჭოთა რესპუბლიკა გამხდარიყო. ამის მიღწევა კი არც ისე მარტივი იყო, თუნდაც საბჭოთა ბელადისთვის. თუმცა ამ თემაზე თავს აღარ მოგაწყენთ. სტალინი უდიდესი შედეგი დადო ქვეყანაში, თუმცა თავის